ტელეკომპანია თრიალეთის ეთერშია ანა რეკლი, გამარჯობათ. 18 სექტემბერს სწავლა არ დაიწყო გორის რაიონის სოფელ ახალდაბის საშუალო სკოლაში, რამაც მოსწავლეთა მშობლების გულისწყრომა გამოიწვია. გორის რაიონის სოფელ ახალდაბის საშუალო სკოლის მოსწავლეების მშობლები გორის რაიონის გამგეობის შენობასთან შეიკრიბნენ. მათი შეკრების მიზეზი იყო ის, რომ ახალდაბის საშუალო სკოლაში 18 სექტემბერს სწავლა არ განახლდა. თითქმის ერთი თვეა რაც სწავლა დაიწყო, მაგრამ მასწავლებლები სკოლაში არ ცხადდებიან, რადგან მათ 11 თვის განმავლობაში არ მიუღიათ კუთვნილი ხელფასი. მათი ხელფასის აღება დამოკიდებულია სოფლის მოსახლეობის მიერ მიწის გადასახადის გადახდაზე. მშობლები, რომლებსაც გადახდილი აქვთ მიწის გადასახადი, მოითხოვენ სწავლის დაწყებას და აცხადებენ, რომ მათი შვილების ბრალი არ არის ის, რომ საკრებულო ვერ იღებს მთელი მოსახლეობისაგან მიწის გადასახადს. 18 სექტემბერს ხომ უნდა დაწყებულიყო სწავლა, მაგრამ არ დაიწყო იმის გამო, რომ მასწავლებლებს ხელფასი არ აქვთ ფაქტიურად აღებული. 3 თვისაც ითხოვენ 11 თვის ხელფასიდან, მაგრამ არ აძლევენ ხელფასებს. დანარჩენ სკოლებში ყველგან დაიწყო სწავლა, ჩვენ სკოლაში ჯერ არ დაწყებულა. რაც გადიხადეს ის ბრუნებინათ მასწავლებლებისთვინა და კმაყოფილები იყვნენ და ისიც იმ რაღაცა საგადასახადო წაიღო ეს თქვენი გადასახადიო და ჩვენ რაღა ვქნათ, ჩვენ ბავშვებმა რა ქნან. ყველასაა გადახდილი მიწის გადასახადი აქვს გენაცვალე ყველასა ნაწილობრივ, მაგრამ იმ ნაწილობრივ გადასახადი მიეცათ მასწავლებლებისთვისა და რაც გადახდილი იყო და კმაყოფილები იყვნენ. სადაც აიღეს ის თანხა. ყველი აღელვებულია, არ ვიცი რა მოხდება აზრზე არა, მაგრამ ალბათ იაკობობას ჩაუშლიან ვარიანელებს და აიმით დამთავრდება. გადასახადს რო ვიხდი, ამ გადასახადს ვიხდი, რომ ამ მასწავლებელმა ასწავლოს ჩემ შვილს აკაც. აი ეს გადასახადი სად მიდის, ვინ აღჭამს? ჩვენ ვისახმარდება. მე მას იმიტომ ვიხდი, რომ მისე იმ მასწავლებას რო ჩემ შვილს ასწავლოს, კაცო. გორის რაიონის გამგეობის შენობასთან შეკრებილი ახალდაბის სკოლის მოსწავლეების მშობლები გორის რაიონის განათლების განყოფილების გამგემ ლერი პაპუაშვილმა მიიღო. ძალიან კარგად მესმის პედაგოგისა, რომელსაც რამოდენიმე თვის ხელფასი აქვს დასაღები და არც აქვს იმედი, რომ მომავალში მაინც აიღებს და რატომ. ვერავინ ვერ პასუხობს კითხვაზე, თუ როდის გაიცემა ხელფასი. საკრებულო როცა ამ კითხვაზე პასუხობს, რომ არ ვიცი, როდის მოგეცემოთ ხელფასი. რა თქმა უნდა, პედაგოგს გააღიზიანებს. პედაგოგი მზად არის კიდევ მოითმინოს 1 თვე, 2 თვე, 3 თვე, თუნდაც უფრო მეტი, ოღონდ დაუთქვათ ვადა, როდის მიიღებს იგი ხელფასს. აი ამ დროს და ამ ვადას ვერავინ ვერ ეუბნება. რამდენიმე დღეში სოფელ ახალდაბის საშუალო სკოლაში გორის რაიონის განათლების განყოფილების გამგე ლერი პაპუაშვილი, ვარიანის თემის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბერკაცაშვილი და სხვა პირები, რომლებსაც ეს პრობლემა ეხება, შეხვედრას აპირებენ საშუალო სკოლის მასწავლებლებთან და მშობლებთან. რამდენიმე დღეა ქალაქ ხაშურში დავის საგნად იქცა საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა, რომელშიც ამჟამად ქალაქ ხაშურის სასულიერო სკოლა ლიცეუმია განთავსებული. მათი მოდავე 15 ოჯახია, რომელთაც ამ შენობაში რამდენიმე დღის წინ შეჭრა სცადეს. სასულიერო სკოლა ლიცეუმი ფარგალიტი ამ შენობაში ფუნქციონირებს 1994 წლიდან. ეს სასწავლებელი რუის ბურგნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. დღეს ლიცეუმში დაძაბული მდგომარეობაა, რადგანაც ლიცეუმს არ ტოვებენ კოოპერატიული ბინადმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეები. რამდენიმე დღის წინ მათ შენობის დაკავება სცადეს. იმათმა თქვეს ზინა ნოზაძემ და ზინა კიკნაძემ და ასე შემდეგ მათ ვის ელაპარაკებით. ეს არის აფერისტი, რომელიც ბავშვებს ძალავს ფულს და აქ მოწყობილია ფულის საჭრელი მანქანა. წავიდეთ, ავითვისოთ ჩვენზე გამოყოფილი ოთახებიო. 6 გაკვეთილი მიმდინარეობდა 15 წუთი აკლდა გამოსვლა, შემოიჭრენ გაურკვეველი პირები. და ამ დროს მე ვიყავი მე-3 კლასთან, გახანგრძლივული დღის ჯგუფის მეცადინეობა მიმდინარეობდა და შემოვარდნენ. შეგნით წინ დაუდგა ჩვენი ორგანიზატორი ირმა თიკანაშვილი და აი ესე დაეჯაჭვურნენ პიჯაკში, რომ რატო მიდგენ ხარ წინო. შემოვარდნენ მერხების სკამების გამოტანას აპირებდნენ, აღუდექით წინ და ძალიან შეშინდნენ. ბავშვები მართლა სტრესულ მდგომარეობაში ჩავარდნენ. დაატირდნენ და ძლივს გამოვიყვანეთ ფაქტიურად გარეთ. ესე მერხები მიყარ-მოყარეს და ვიდნენ ძალიან გაღიზიანებული და სტრესულ მდგომარეობაში. და ეხლა მე ასე მგონია, რომ ცივილიზებულ სამყაროში ესე არ ხდება და ასე არ წყდება. ეს შეიძლება გადაწყდეს სასამართლოში და
შესაბამის ორგანოებში, მაგრამ ესეთი რაღაც რო ეს ბავშვებთან მოვიდნენ და ესეთი რაღაცა გააკეთონ, ეს არ არის წესი და არ არის რეკომენდირებული სკოლაში ესეთი რამის გაკეთება. კონკრეტულად ავანტიურა არის ის, რომ ჩვენ ვითომ შევიჭერით, ვითომ ვიღაცა დავარბიეთ, ვითომ ვიღაცა ავაწიოთ, ჩვენ არავით არ ინტერესი არ გვაქვს სკოლის მიმართ, ჩვენ ინტერესი გვაქვს იმის, რომ ამ წუთში ჩვენ საბუთები ყველანაირი კანონის დაცვით ხელში გვეჭირავს იმისა, რომ ეს შენობა ჩვენთვის არის გამოყოფილი. სასულიერო ლიცეუმსა და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირთა შორის არსებული დავა ქალაქის საკრებულოსა და ქონების მართვის სამმართველოს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქონების მართვის სამმართველოს განცხადებით, შენობა მათ განკარგვაშია და ამ მოქალაქეებს ჯერ კიდევ გასულ წელს ეთქვა თუ არის სასამართლოს მიერ შენობის დაკავების თაობაზე. საპირისპიროდ ქალაქის საკრებულომ გამოიტანა სხვა დადგენილება. იმ პერიოდში, როდესაც ესე გამოცხადდა აღნიშნული ობიექტის იჯარით გაცემის საკონკურსო განცხადება, ობიექტში თვითნებურად შეიჭრენ აი კოოპერატიული ბინათმშენებლობით წარმოქმნილი ეს დავალიანების მოქალაქეები, რომელთაც ყვალი აღიარა სახელმწიფომ შიგავარად. სახელმწიფო ქონების მართვის რაიონულმა სამსახურმა დადგენილი წესით აღძრა სარჩელი სასამართლოში მათი გამოსახლების შესახებ. სასამართლომ განიხილა საკითხი, კიდევ მეორე ეს ხდება გასულ წელს ყველაფერი, ჩვენ გთხოვა შეგვეჩერებით ეს საკონკურსო პროცესი იჯარით გაცემასთან დაკავშირებით და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. პარალელურად აი ამ პროცესში მოქალაქეებმა, აი ეს შეჭრილ მოქალაქეებმა შეგებებული სარჩელი შეიტანეს სასამართლოში და მოითხოვეს აღნიშნული შენობის დაკანონება. იმ ვალში რავალიც, ესე იგი, სახელმწიფომ აღიარა მათი კოოპერაციული ბინათმშენებლობიდან გამომდინარე. სასამართლომ ესეც განიხილა ეს საკითხი, ესე იგი გამოსახლებასთან ერთად განიხილა ეს საკითხიც და უარი უთხრა მათ. შესაბამისი გადაწყვეტილებები ხელთა გვაქვს, თქვენ თუ სურვილი გაქვთ გაეცანოთ. 22 ივნის 2000 წლის 22 ივნის იმჯერად საკრებულო და ეს არასაცხოველი ფართი გარდაქმნა საცხოველი ფართად და 15 მოსახლეს ის შენობა ნაგებობები და ის არასაცხოველი ფართები, რომლებიც გააჩნია ქალაქს თუ რაიონს, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა, იქნება მუნიციპალური სახელმწიფო თუ არასაუწყებო დაქვემდებარებისა, იმჟელოს და პირველ და ბოლო სართულებზე განლაგებული არასაცხოვრებელი ფართები გადასცეს მოსახლეობის ნებაყოფლობების თანხმობის საფუძველზე ვალის გაბრით მიზრით. საბოლოო სიტყვა სასამართლოზეა დამოკიდებული, მანამდე სკოლა-ლიცეუმის სწავლას არ წყვეტს. შენობის ტერიტორიას არტოვებენ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეებიც. ამ დღეებში გორის ქალაქის საკრებულოს სხდომა ჩატარდა, რომელიც დამთავრებამდე დეპუტატების ერთმა ნაწილმა დატოვა. ცლად ამის შესახებ ჩვენი სიუჟეტი. 6 ოქტომბერს გორის ქალაქის საკრებულოს სხდომა ჩატარდა. სხდომას 21 დეპუტატიდან 11 დეპუტატი ესწრებოდა. ზუსტად იმდენი, რამდენიც ქორუმისათვის იყო საჭირო, მაგრამ დეპუტატებმა ნელ-ნელა დატოვეს დარბაზი და საკითხების უმეტესი ნაწილის დამტკიცება ვერ მოხერხდა. ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დაყენებული იყო შემდეგი 5 საკითხი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის შიდა ქართლის სამსახურის შენიშვნების შესახებ, ლობისტის რეგისტრაციის შესახებ, სამსახურების დებულებების დამტკიცება, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა, საკრებულოს მდივნის ხელფასის დანიშვნის შესახებ. სანამ ქორუმი იყო, პირველი 3 საკითხიდან ქალაქის საკრებულომ 2 დაამტკიცა, ხოლო რაც შეეხება სამსახურების დებულებების დამტკიცებას, ქალაქის საკრებულოს მხოლოდ 1 წლის მუშაობის ვადაღა დარჩა და რამდენიმე სამსახურის დებულების დამტკიცება 6 ოქტომბრის სხდომაზეც ვერ მოხდა მათი არასრულყოფილების გამო. ქალაქის საკრებულოს დღის წესრიგში დაყენებული იყო საკითხი საკრებულოში მომუშავე კომისიების თავმჯდომარეების არჩევის შესახებ, თუმცა კომისიის თავმჯდომარეები, რომლებიც უკვე 2 წელია მუშაობენ, ჯერ არ გადაურჩევიათ. ისინი უკვე 6 თვეა არ ესწრებიან საკრებულოს სხდომებს და არ აბარებენ ანგარიშს დეპუტატებს, თუმცა თვით დეპუტატების უმრავლესობაც არ მოდის საკრებულოს სხდომებზე. იმიტომ არ ვესწრებოდით, რომ აქ დღის წესრიგში პირდაპირ გვიწერია. დღის წესრიგი არის, ესე იგი დღეს არ უნდა ყოფილიყო საკრებულოს სხდომაზე გასახილულად გამოსატანი, ხო? საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა. უნდა ეწეროს გადარჩევა. ეს წინა სესიებზე რაღაცა მსგავსი რაღაცები მოხდა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ისაც არჩევნი მინდა 100 ხალხს უნდა, მაგრამ იძულებით ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ, არ დავესწრებით დღეს შეგნებულად და თუ ეს წავა საკრებულოს სხდომები, არც ერთხელ არ დავესწრებით ესეთ სხდომებს.
რის საფუძველზე უნდა გადაერჩნენ კომისიები. თუ კომისიები არ მუშაობენ და საქმე არ კეთდება და არც ერთმა კომისიამ არ იმუშავა, მოვთხოვოთ ვის? ხელმძღვანელობას. განცხადება დაწერილი გააქვთ განცხადება არავის არ აქვს დაწერილი და თუ ორმა კომისიის თავმჯდომარემ კომისიის თავმჯდომარემ რო თქვას, იმასაც თხოვნით დააწერინეს. აქ პირად ინტერესებია ვიღაცისა, მაგრამ ვინც თხოვა ეს თქვენ გაქვთ ინფორმაცია? კი, მე მაქვს ინფორმაცია პირადად, მე მთხოვეს რომ დაწერე და გადადე. იცით, ჩვენ რომ ხალხმა აგვირჩია, იცით, ხალხი რო გვენდო, ხალხის საქმე უნდა ვაკეთოთ, როგორც სხდომის მიმდინარეობის პროცესში ქალაქის საკრებულოს მდივანმა ქალბატონმა ნინო გენგიურმა სხდომა დატოვა. მას კიდევ რამდენიმე დეპუტატიც მიჰყვა და საკითხი საკრებულოს მდივნის ხელფასის დანიშვნის შესახებ ვერ დამტკიცდა ფორუმის არქონის გამო. თუ ქალაქის საკრებულოში მომავალ სხდომებს დეპუტატები ისევ არ დაესწრებიან, საკრებულო კანონის თანახმად ფუნქციონირებას შეწყვეტს. ყოველი პერიოდის მანძილზე საკრებულომ ვერ შეძლო გააგრძელოს ფუნქციონირება, მაშინ შესაძლებელი ამოქმედეს კანონი და შემოღებული იქნას პირდაპირ სახელმწიფო მმართველობა, საპრეზიდენტო მმართველობა. დასრულდა ჩვენი დღევანდელი პროგრამა. ნახვამდის.